მე ჟურნალისტად დავიბადე, მაგრამ ჩემმა სივრცემ არ მიმიღო. პირველი კურსის პირველ სემესტრში პატარა ანა მარიამ საკუთარ თავზე რო აიღო დიდი სიუჟეტის არა რეპორტაჟის გაკეთება, ჩემი პირველი რესპონდენტი ამ თინ აკადემიის ფარგლებში იყავი შენ და როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი. ნამდვილად შეიცვალა და მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რა შეიცვალა. პატარაობიდანვე ჩემს სახლში ყოველთვის იყო ძველი გაზეთები, ჟურნალები და რაღაც აი ძალიან მიდრეკილება მქონდა ამის, რომ თავიდანვე ასე იყო. თავიდანვე ეს რაღაცა ძველებური გაზეთები წამეკითხა, რაღაცა გამერჩია. მამაჩემ მახსოვს მიკროფონი მიყიდა და იმ მიკროფონით დავდგებოდი ხოლმე და მოკლედ აი ესე რეპეტიციები. რაღაცა ბავშვურის გატაცებაც იყო ერთის მხრივ, რომ აი მომწონდა ეს როგორ დგებოდი ასე მიკროფონით და როგორ იწყებდი თუნდაც აი წარმოიდგენდი ჩართვაზე იდექი. რამოდენიმე დღის წინ ვათვალიერებდი ზუსტად ამ ჩანაწერებს, ამ დღიურებს და იქაც კი საომავლო პროფესიაში ჟურნალისტიკა მეწერა. ალბათ ჟურნალისტიკა, იმიტომ რომ ვიყო საზოგადოების მაყურებლის ერთგული. უკვე სკოლის პერიოდიდან უკვე მე-10 კლასში ვიყავი, ჩემი პირველი ტელევიზია იყო იმედი, მერე იყო რუსთავი 2 და უკვე სამუშაო სივრცე ესე როგორიც იყო ჩემთვის მთავარი და ფორმულა. დღეს ანა მარია ქუთათელაძე, რომელსაც სულ უნდოდა ყოფილიყო ჟურნალისტი, თავის პროფესიაში არ არის. რატომ? იყო ესეთი სიტუაცია, რომ პროდიუსერმა დამავალა, იმ დროინდელი განათლების მინისტრის მამის სახლში შევარდნილიყავი. ისე გავაკეთე, მართალი არ შევარდი, მაგრამ აქტი შევიმუშავეთ მე და ჩემმა ოპერატორმა ეგეთი, რომ ეს კაცი თვითონ გამოვიდა სახლიდან, გვერდიდან მივუდექი და მაინც წამოვიღე ის სინქრონი, რაც უნდოდა. მაგრამ ტელევიზიაში როცა მივედი, კი მოეწონა ის სინქრონი, რაც თვითონ უნდა და რომ მივუტანე, მაგრამ რატომ არ შევარდი სახლში? დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი. იმის შემდეგ მქონდა, ზუსტად იმ ლექტორთან მქონდა საუბარი, რომელმაც აი ამ ორ ტელევიზიაში გამიწია რეკომენდაცია და პირდაპირ მითხრა, რომ ზუსტად ეს მინდოდა დაგენახა. თუ რა საშინაო პროფესიაში ხარ დღეს მოხვედრილია. შემიძლია თავამად თქვა ის კონკრეტული რომ ჩემ პრინციპებს არ გადავაბიჯე და დღეს ვარ იქ სადაც ვარ. ჩემს ოჯახს აქვს ჩურჩხელების მიკრობიზნესი. პროფესიით ჟურნალისტი ანა მარია ქუთათელაძე და ბიზნესუმენი ანა მარია ქუთათელაძე შეიძლება ესე რაღაც პარალელი გავავთ. საერთოდ არ მაქვს დისკომფორტი, იმიტომ რომ ყველგან შეგიძლია რაღაც ჟურნალისტური თვალით დაინახო, იმიტომ რომ თუნდაც აკეთებ ჩურჩხელას, იმას პიარი ჭირდება. იმას საზოგადოებამდე სწორად მიყვანილი ამბავი ჭირდება. ეხლა ვარ ისეთ ადგილას, მართალი არ მომწონს, სადაც ვარ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. სტატუსი მაქვს ამ კონკრეტულ სამსახურში მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი. იქ მადგება სიმართლე რომ გითხრა, ჩემი ეს გამოცდილება, იმიტომ რომ საუბარს მოითხოვს, ადამიანთან საუბარი გჭირდება, იმას გააგებინო თავის ენაზე, რა თქმა უნდა. აი, რაღაც ჟურნალისტური ამ კონკრეტულშიც არის. აკომპენსირებს იმას, რაც შენ გინდოდა რომ ყოფილიყავი? სადღაც, მოდი სიმართლე რომ ვთქვათ, არა. სამსახურშიც თუნდაც ხო როცა ვარ, თავისუფალი დრო როცა მაქვს, ვკითხულობ, წერით აღარ ვწერ. ვკითხულობ და აი შინაგანად ის პატარა ანა მარია ბრაზდება, რომ ხო შენ შეგიძლია ეს გააკეთო, იმაზე კარგად შეიძლება შენს გაგეკეთებინა, ხო? რატო არ ხარ აი ამ სივრცეში? კი, გულისწყეთა ნამდვილად მაქვს. შინაგანად მაინც ვიტოვებ იმ განცდას, რომ როდესმე აუცილებლად დავბრუნდები, იმიტომ რომ მართლა რეალურად მენატრება. ის ადრენალინი, ის ექსტრემალური სიტუაციები მენატრება, რომელიც ამ პროფესიას ახლავს თან. აი თუნდაც რამდენი აქცია არის, ხო? რამდენი აქციას აშუქებენ და აი ყოველთვის მაგშინაგანად ის აი გული მიჩქარდება, რომ ჟურნალისტებს ვუყურებ, როგორი ექსტრემალური სიტუაციაში უწევთ მუშაობა და მე რატო არ ვარ იმ ადგილას. ყოველთვის მაგ აი ეგ განცდა. აი ზუსტად იმ პატარა ანა მარიას არ მიცემ განებების საშუალებას და ვფიქრობ, რომ არ ზანებდება. მე ვფიქრობ, რომ შენ ინტერვიუ ჩემთან, როცა მე იმ უნივერსიტეტში შემოვიდოდი, სადაც შენ უკვე ფესვები ქონდა ღრმად გადგმული, წარმატებული იყო და ვფიქრობ, რომ ეს ინტერვიუც წარმატებული გამოდგა, თუმცა შეცვლილი რეალობით. დაბრუნებას გისურვებ. მადლობა.